რატომ დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები იმედსა და პოსტივის საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გარეთ უორთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ელჩს ამ საკითხზე არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ლონდონის მიერ ორი არხის დასანქცირების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული გარეთუ ორდი უწყებაში დღეს მივიდა. მას არ შესვლისას და არჩევნების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგეროდ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მან ელჩისგან მოისმინა შეფასებები, რომელსაც გადაწყვეტილება დაეფუძნა, თუმცა არ მოусმენია თუ კონკრეტულად რას ეყრდნობოდა ეს შეფასებები. ბოჭორიშვილის თქმით, იმედისა და პოსტივის დასანქცირება პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე. მისივე თქმით, ისინი ქართული ტელევიზიების შეზღუდვას ვერ გაიზიარებენ, ისევე როგორც იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთის დასუსტებაში რაიმე წვლილი შეაქვს. მიზანი ამ სანქციების არის, რომ დაასუსტონ რუსეთი და ეხლა თქვენ მითხარით იმედის და პოზიტივის დასანქცირებით როგორ ხდება რუსეთის დასუსტება. ყველა კითხვა რა თქმა უნდა დავსვი ელჩთან და რა თქმა უნდა ვთხოვე რომ წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც ის აგზავნის ლონდონში იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. მას არ ხონდა ამ შეხვედრისთვის არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. როგორც გაერთიანებული სამეფოს სანქციების დოკუმენტშია ნათქვამი, ორივე არხი თავის აუდიტორიას აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას წარმოადგენს, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენს, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იმედი და პოსტივი რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან და დასავლეთი და უკრაინა საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ. დიდი ბრიტანეთის განცხადებით სწორედ ეს გახდა ორი ტელევიზიისთვის სანქციების დაწესების მიზეზი.